დღეს ერთად მოვამზადებთ ნაზ და არომატულ ყაურმის პაშტეტს. დიახ, სწორად გაიგეთ. ყაურმას გადავაქცევთ გემრიელ, ნაზ, არომატულ პაშტეტად. გამკუთხეში უნდა მოვამზადოთ, რომელსაც კახეთი ქვია. არაჩვეულებრივ გარემოში, ლაგოდეხში, საოჯახო სასტუმრო წისქვილში. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. პაშტეტისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: ხორის ღვიძლი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, კარაქი, შავი პილპილი, დაღერღილი წითელი წიწაკა, ძალიან ცოტა ქონდარი, მარილი და დაფნის ფოთოლი. პირველ რიგში რაც უნდა დავაკეთოთ, პაშტეტისთვის უნდა დავჭრათ ღვიძლი, ისეთ საშუალო ნაჭრებად, რომ კარგად მოვთუშოთ, ჩვეულებრივად გავაკეთოთ ყაურმა მოკლედ რა, ვაკეთებთ ყაურმას და ყაურმას მერე ვაქცევთ პაშტეტად. აი ეს არის უცხო და საინტერესო დღევანდელ კერძში. ნამდვილი კახური კერძი ხო არის ყაურმა. ლოგიკურია, რომ აუცილებლად კახეთში უნდა გაგვეკეთებია ყაურმის პაშტეტი. 1000-ნაირი პაშტეტი კეთდება, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხორის ღვიძლის ყაურმის პაშტეტი არის ზღაპარი. ამასობაში არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი არხი უნდა გამოიწეროთ. გამოიწერეთ. დაალაიქეთ, გააცანით ეს მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს. მონიშნეთ ზარის ნიშანის. ზარის ღილაკი დააყენეთ. ჩემი მეგობარი არის დღეს აქ, აი, სასწაული აქტიური ის თანაშემწე გამოდგა და ამასობაში კერძების კეთებაც ისწავლა და იმან დამიძახა, რომ ზარის ღილაკია. ნამდვილად ზარის ღილაკიც უნდა დააყენოთ. აი, რა დაგვავიწყდა, ჩემო ძმაო. ერთი ჭიქა ღვინო მასპინძლებს თხოვოთ, თეთრი ღვინო და თეთრ ღვინოში მოვთუშავ, მიდი მეგობარო. კი, არ არის პრობლემა, მაგასაც მე დაგახმარ. მიდი ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. იმიტომ რომ ღვინით კეთდება, ღვინოში იხალშება ზოგადად ყაურმა და მე ისე არ გამოვა ჩემო ძმაო და შენი იმედი მაქვს. ვინახარო თუ კითხეს უთხარი სერბადრის ახლობელი ვარ თქო. ნუ გეშინი აქვს ცნობენ. და რაც აუცილებელი და მთავარია. ვადებთ კარაქს. ამასობაში მე მგონი ღვინოს მოვა, შენ გაიხარე, ერთი ჭიქა გითხარი, მაგრამ კაი კაცი, ოქრო კაცი. მე მგონი მაგას დავლევთ კიდევაც, ხო, ჩემო ძმა? ჭიქაც გამოგეყოლებია, ბარე? თუ დოქით მოგქონდა. აგერ არის მართალი. ეს ოპერატორის გამჭრია ხითვალი მაინც რა არის. ალო? დავაყაროთ ღვიძლი და ცოტა ღვინოსაც დავამატებთ. ვახ, ეს გიორგის დაწოლილი ღვინოა. ოჰ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 ოհ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  კარგი ბიჭი. ღვინოში ხალხში ყაურმას ყველაფერი არ ჯობია. ავაფაროთ, ჩაიხალხოს ამასობაში დავჭრათ ხახვი. რადგან უნდა ჩავთუშოთ, ამისთვის არა აქვს მნიშვნელობა წვრილად, როგორც იქნება, როგორც მოგვიხერხდება, ისე დავჭრით, იმიტომ რომ მე უნდა ჩავხარშოთ. ცოტა წვრილად დავჭრათ სტაფილო. და ნიორიც ასევე.
უნდა დავლოცოთ კახეთი. უნდა დავლოცოთ ეს ოჯახი. საქართველოს გაუმარჯოს. კახეთს გაუმარჯოს. ლაგოდეხს გაუმარჯოს. და გიორგის ამ ლამაზ კარმიდამოს გაუმარჯოს, რომელშიც მთელი სული და გული აქვს ჩაქსოვილი. თავისი ხელით აქვს ყველაფერი გაკეთებული და ამ ლამაზი კუთხის თამადობით ყველას ერთად გაგვიმარჯოს ქართველებს. გაიხარეთ, გამრავლდით, შვიდობა მოგცეს ღმერთმა. ამასობაში მე პაშტეტსაც, ყავორმის პაშტეტსაც გაგასინჯებ. შენი ჭირიმე შენია. ჯამს წვეთი არ შერჩენია. შეგარგოს ვაზის ნაჟური, ვაჟი ყოფილხარ ვაჟური. ამასობაში ვიმხედოთ ეს ყოვზი რატომ პარავ მეგობარო ყოვზი საიდან მოიპარე აქ როდის იყავ შემოსული ხო შეხე მიწურუმე რა ვინო სასწაული ჩავაყაროთ აი ეს დაჭრილი ხახვი მიორი აფილო თან ჩაიხარშება შიგნით და გემრიელად გაუჯდება ერთმანეთს ეხლა როგორ ეხლა მეგობარო როგორ სილამაზით გაკეთე ხომალფი მალო ამაგიოროთ პირველი იქნები შენ ჩემდე ვინც გასინჯავს შევანდელ ჩემ ასისტენტს დავარქმევ ჯადოსნულ ხელს ცოტა ღვინო დავასხათ წვენისთვის სჭირდება ამ ლამაზი გარემოზე ლამაზი კუთხის მასპინძელმა და მე კიდე იტყვი თქვენ რომ ისო არ იცის რა იცისო ღვინო გეუბნე კაცმა მომიტანა ორი ღვინო აარჩიო საღამოს სტუმრებს ველოდები ხო? კი ბატონო საღამოში სტუმრებს ველოდები კი ძმაო მაშინ გავსინჯოთ ახლა აბა დამიგემოვნე და ანუ ეს არის სავარაუდოდ ორივე კაპიტელია ხო არა იმას ეს ევროპულად ეს ჭაჭაზე დატოვებული ვინაიდან და რადგანაც ჩემო გიორგი სავარაუდოდ თამადამი ვიქნები სავარაუდოდ მე ავირჩევდი ამას ჩემოს ევროპულად დაწოლოს იმიტომ რომ სუბუქი დასალებია სხვადასხვა იდეალური ორივე მაგრამ მე მაგალითად ამას დავტოვე გაიხარე შენ მარჯვენას გაუმარჯოს შენ მონდომებას გაუმარჯოს რასაც ამ ლამაზ კუთხეში აკეთებ და დანარჩენი მე კიდე დაგვეხმარება ხალხი გამოჩნდება გასო ხალხი ბატონო სერბადრი შენ გვედით არის წარმატებებს გისურვებ გაიხარე ცოცხალი მე რა შევაკეთებ იცი ხა აბა პაშტეტი ხო გიყვას კი ყაურმაც ხო გიყვას ძალიან კახელი გადიღადა თან ნაღამური ყაურმა ნაღამური და ვაკეთებ ახლა ყაურმის პაშტეტს ვა საინტერესოა რაღაცა იმედია დავაგემოვნე იმედია კაი გამოვა კიდე დაგემოვნებით კი დაგიძახებ აუცილებლად ეხლა შენ აქ ისეთ რაღაცებს აწყობ და ისეთ რაღაცებს აკეთებ და ხედავ აქით ისეთ რაღაცებს ამზადებს გიორგი რომ ლევანდელი საღამო იქნება სასიამოვნო ნამდვილად არ გეგონოთ რომ დამავიწყდა დაფნის ფოთოლის გაკეთება იმიტომ ერთი 10-15 წუთი უნდა დაახლოებით ამას და სანამ მოიხალშება, სანამ წვენს ჩაიშრობს და ძალიან სიმწარე რო არ ყოფილიყო, მაგიტო ეხა ჩავაყარე. ოღონდ რაკენი იცი რამე ის დაამატე რომ ვითომ სპეციალურად აკეთებ რომ ზაფრიგემო არ ქონდეს რა მაგის რაღაც ეგეთი კუსტურიცაა კაცი არა მე ბუნებრივობა მარტი როგორია ტიგრებს რო შავი პილპილი გავუკეთოთ ცოტათი დაღირღილი წიწაკა და ცოტა ქონდარი ერთად ესე და რაც მთავარია აქვე უნდა აუცილებლად მარილი და მე თუ რამე დააკდა მე ჩვენებურად ბლენდერის კუჭებშიც ჩავაყრით
აი ესე. აი თუ აკვირდებით როგორ დავხვეწე. აი ესე პირდაპირ ჯდება იმაში. წერტილში. აი ახლა ეს ყველაფერი ესე ღია დავტოვოთ. ავმოხდილი, იმიტომ რომ წვენი ოდნა უნდა ჩაუშრეს, ცოტა დაბრაწვის ეფექტი გემო უნდეს და მერე გადმოვიტანოთ ბლენდერის ჭურჭელში. ეს ბლენდერი კიდე ყველაფრის საშელია, ხა? ესე გავსინჯოთ ეხლა, აბა. თუ მოიხარშა, ინგრედიენტები თუ გაუჯდა, იცოდეთ მაინც. ჩემი აზრით, ცოტა მარილს დაიმატებს. მაქსიმუმ ერთი გასროლა მარილი გაჭირდეს, მეტი არა. ვესროლოთ ჩვენც. სტაფილოც აი ჩაიშალა. ბლენდერის ჭურჭელში გადმოვიღებთ. შევეცდები რომ დაფნის ფოთოლი არ გამოვაყოლო, იმიტომ რომ ჩაიშლება მერე. ყაურმის რიმეიქია რა. აუ ისეთი სუნი მოდის და ისეთი არომატი მოდის, მე მგონი ამას გაციებასაც არ ვაცლი მე და ცხელს გავსინჯავ. ეჭვი მაქვს რომ მაგარი იდეა მომივიდა ეხლა მე დატო. შენ გავწევთ. არა ისა, არაყი უხდება პაშტეტს. ოთაშორის აიქ წეღარო დაასხეს არაყი შეიძლებოდა შენი რეკლამა ყოფილიყო. დაფიქრდით. აწაგეთ. არა, მგელი ვარ რა. მოკლედ ისეთი რაღაცა მაგარი რაღაც გამოვიდა, ჯერ ისეთი შეგენაცვალე, ისეთი სუნი აქვს და ისეთი არომატები მოაქვს, რომ არ ვიცი. გავსინჯოთ პაშტეტი. ლავაში გვაქვს. ახური შოთი გვაქვს. გიო ზაქარი? გიო გოგითხარი გაგასინჯებ იქ. აძმოვა. აი პაშტეტი. აი. გამოვიდა ყაურმის პაშტეტი. გავსინჯოთ აბა. მერე ჩემი მეგობრები მეხუნდებიან შენ გაკეთებულ კერძებს აქებო. ვიდეო რაც კაია უნდა შეაქო. ეს მართლა მაგარი გამოვიდა ოღონდაც. მასპინძელს გავსინჯე. რიმეტებს გიო, მოდი გიო აბა. გიო მოდი გაგასინჯო. აი შემოძმაო. სულია. კაი, მე მომწონს ძალიან. სასწაული გემო აქვს. მენდეთ. დაო. ამას არაყი უხდებაო და კიდევ ერთხელ შენ გაგიმარჯოს გიო. აი ხარ. ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს და ყველა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გაიხარეთ? მოიცა ერთამით. მეორე წინაზე მარტო დალია იტყვია რა ზაროს მე ვეღო. მართლა გემოიedi. ხო და ბაბა დასეუბნები. ჩემ მეგობრებს მართლა არა, ძალიან გემოიedi. всё. გაიხარე? ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. ჩვენს ურთიერთობას გაუმარჯოს და ჩვენს დიდ სამეგობროს გაუმარჯოს. შენს მეგობრებს, ჩვენს მეგობრებს, აგერ ბიჭებს, გოგოებს, ყველას და ამასობაში ჩემო ძვირფასებო დაალაიქეთ, გამოიწერეთ და გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. აბა მოიმარჯვეთ ლავაში ბიჭებო.